სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შენი კითხვა ძალიან საინტერესოა და ძალიან ლოგიკური, რომელსაც სვავს ქრისი. გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ვარ ქრისი და მე მქონდა შეკითხვა ებრაელების წერილის მე-9 თავის 27 მუხლზე დაყრდნობით. ცოტა ხმამაღლა ილაპარაკეთ ქრის ჯონ მაკარტურის თხოვს მას. დიახ, ებრაელების მე-9 თავის 27 მუხლზე დაფუძნებულია, რომ ადამიანისთვის არის დანიშნული ერთხელ სიკვდილი და ამის შემდეგ კი მოდის სასამართლო. მე როგორც გადარჩენილი, ვაპირებ ვიყო იესო ქრისტესთან, მაგრამ ამა ჩემი, რომელიც არ არის გადარჩენილი და თუ ვივარაუდებთ, რომ ის არ მიიღებს იესო ქრისტეს, როდესაც ის მოკვდება, ჩვენ ხედავთ, რომ სასამართლო იქნება ძალიან მომენტალური და სწრაფი თქვენი სიკვდილის შემდეგ. მაგრამ მაინც ჩდება კითხვა, რომელიც ადრეც დაისვა, რომ რას ნიშნავს მაშინ დიდი თეთრი ტახტის საბოლოო სამსჯავრო 1000 წლეულის ბოლოს? ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი კითხვაა და ლოგიკური. საქმე ისაა, თუ ადამიანი იესო ქრისტეს გარეშე მოკვდება, ის განიკითხება, რადგან ისინი გადიან ღმერთის თანდასწრებიდან. და რითაც არ უნდა დაასახელოთ, ან აღწეროთ, რაც არ უნდა დეტალები გამოიყენოთ ამის აღსაწერად და განსაზღვრისათვის, ეს არის ღმერთის არსებობიდან გასვლა. ესე იგი, ღმერთი ეს პიროვნება გადის ღმერთის თანდასწრებიდან და სწორედ ეს არის მისი განაჩენი. ასე რომ, როდესაც ადამიანი კვდება ისტორიის ნებისმიერ მომენტში, ადამიანის დასაწყისიდან, დასაბამიდან ისინი კვდებიან და მიდიან ღმერთის თანდასწრებიდან ცალკე. ეს არის სწორედ მათი განჟა. ხოლო დიდი თეთრი ტახტი ეს უბრალოდ არის იურიდიული, საბოლოო, მარადიული განაჩენი. მაგალითად, ადრეც ვახსენე ეს პარალელი, ეს მაგალითი და ეხლაც მოვიყვან. ეს არ განსხვავდება მაგალითად, როცა კრიმინალს თქვენ ჩაიდეთ რაღაც დანაშაულს და პოლიცია დაგატყვევებთ და ციხეში ჩაგსვალთ, მანამდე სანამდე სასამართლო პროცესი არ დაიწყება. და როდესაც სასამართლო პროცესი შედგება, თქვენ უკვე დადასტურებულად იღებთ მთლიან განსაჯელს მთლიანი ამ პერიოდის განმავლობაში. სწორედ ეს ხდება ზუსტად ურწმუნო ადამიანთან მიმართებაში. ისინი გარკვეულწილად ციხეში მიდიან, შედიან ციხეში, ბნელ ადგილას, განკითხვის და ტანჯვის ადგილას. და ამას აღვიქცევს ჩვენ ლუკას სახარება მდიდარი და ლაზარე. გახსოვთ ხო? მდიდარი და ლაზარე როგორ მოხვდებიან სხვადასხვა ადგილზე. და ისინი ელოდებიან იქ საბოლოო განაჩენს, რომელიც არაფერს არ შეცვლის, უკვე განსაზღვრულია მისთვის ადგილი, არაფერი არ შეძლება, უბრალოდ ეს აკანონებს ღმერთის გონებით, ღმერთის აზრით, ყველა ადამიანი, რომლებიც მარადისობაში უნდა გაატარონ ტანჯვა მარადისობაში, ეძლებათ საშუალება, რომ წარდგენ პირისპირ ღმერთის წინაშე დიდი თეთრი ტახტის სასამართლოში, რათა მოისმინონ განაჩენი პირადად, რომელიც დადასტურდება, რომ ეს პიროვნება არის დამნაშავე. აი ეს არის მიზეზი. გასაგებია? დიახ, მადლობთ, გასაგებია ჯონ.